დილა იწყება რა? ეს დედასია. ოკეი, მოვცე. მომცემ? აი შენიკა. შენი ბუენელია დედა ბუენელი. ეს მინდოდა. დედა აი ეს პურია ძალიან შემიძლია. თეთრი არტიზანული. რაღაცნაირი ყოაჭემოა. ოღონდ შავი რავი რატო არ აქვს თავი. და აი ეს. გუშინ ესეთში ჩავყარე ჟელატინი. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვიდა. მაინტერესებს ეს როგორია. როგორი ჟელატინი გამოდის ამის. ახე. რასა პერვეთ კბილია და ასე ვაკეთე მე ეთქობა ხომ რა სიტყვა არა აქვს. ეხლა ეფსის ჯობია ბევრად. რასაც ამინებ შემენ ამას არ შეჭამ. მიყარხარდე? დილამშვიდობისაო. რალამაზად თენდები გათენდი. რაღაც დროს თენდები 10 საათია. 11 დაიწყო. აი მე რა იყო კატებო? კატები ჩხუბობენ. მოკლედ ეხა მე და თქვენ გავაკეთებთ ყავას, მოვადუღებთ გემრიელ ყავას. და მზესუმზირა მაქვს, რატომღაც ძალიან მინდოდა ყავასა მზესუმზირა. კიდე მაქვს ბუენო, მაგრამ ბუენო ისე არ მინდა თითქოს. არა მინდა, მაგრამ ისე მოკლედ. ბუენო ისე, ანუ ყავასთან არ მინდა, ირის თქმა მინდოდა, ყავასთან არ მინდა. ესე შევჭამ ერთს. ერთს თლიანს კი არა, ერთ ბალიშს. Voy a pasar ahí. ეს ისეთი იდეალურია. არაფრის მიყოლება ამას არ სჭირდება. არც წყავის. მათ შორის არც წყავის. Tarararararam. დილაშვიდობისაო, წყალი დავლიოთ. ესე მწყურია ხოლმე დილაობით ეხაც ესე მწყურია. და ისე მიხარია, იმიტომ რომ ვიციო ძალიან ბევრი ადამიანს არ წყურია. მაგრამ მე ხო ძალიან მიყვარს მარილიანი. აუ, გუშინ ნეკნები ვიყიდე. გუშინ ღამე. ამ ვიდეოში ჩაგისვავთ მაგას. ხო და ამ მარილიანებს რო ვჭამ. მერე გინდა არ გინდა, გინდა წყალი. რას ლაპარაკობ მარილიანის გარეშე? მე არ ვარ. დებოდა ძმებო. მოაშე თუ არ ვჭამე. არ იქნება ესე. არა საქმე. ეს. ტრალალალამ, ლალალალამ. აბა როგორი განწყობა გაქვთ დილიდან. ხალხო, ესე იგი მე TikTok ლაივებს არ ვუყურებდი. და ეხლა დავუწყე ყურება. და ლაივებს რო არ ვუყურებდი. საერთოდ არ მაჩვენებდა ლაივებს, არ ხვდები, არ მთავაზობდა. ანუ რა ვქენი.
რეკომენდაციებში საერთოდ არ მქონდა. ისინი, რა ქვია, ლაივები. და ეხლა რამდენიმე ლაივს რო ვუყურე. და სულ ლაივებს მიიგდებს. თან არ ვიცი ვინ არის ეს ხალხი. ხო და მიიგდებს ლაივებს და რაღაცა ნელ-ნელა ლაივების ყურება დავიწყე და ლაივების ყურება რო დავიწყე, ეგ იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მომეწონოს ეს ლაივები. აღარ მე აქ Facebook-ზე, YouTube-ზე. YouTube-ს გულისხმობ. ყლის ძალა მოგწეს ღმერთმა. ასე. ახლა ვიყოთ პატარა თეფში. და არ ვიცი თქვენ რომელი მზეს უმზირა მოგწონთ. მე მარილიანი ეს სოლარი ძალიან მომწონს. იმიტომ რომ რაღაცა წვრილები როა ძალიან ხოლმე ის არ მიყვარს. რაღაც გემოც სხვანაირი აქ არ ვიცი. ძალიან მსხვილი ესეც კი არ არის, მაგრამ რაღაცნაირია, არ ვიცი. ხოლმე მოკეთ ასე ჩამაკარგებო და ჩამოძვირფასებო. დაიწყო კიდევ ერთი ლამაზი დღე. დღეს არის ბებიაჩემის დაბადების დღე. და დღეს გახდებოდა 98 წლის. რასხას 27 წელსაა დაბადებული. აბა ცოტა გადასულამზე მოდი აქ დავჭრეთ, ძალიან მიყვარს აქ დაჯდომა უბრალოდ. ზოგჯერ დილას აქ შეუძლებელია დაჯდომა. დილა მშვიდობისა, ძალიან დაგწია თქვენ. ხო და მოგეთ. ძალიან მენატრება ხოლმე. და არა, ანუ ჩემთვის საფლავზე მისვლა, მასთან მისვლა არ არის, იმიტომ რომ რეალურად მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი სხეული, როცა სული მიდის, ჩვენი აღარ ვართ. სხვათა შორის ბლანკის დედამაც ზუსტად ეგ მითხრა. რა უკითხე, სად არის მერქი? ანუ სულიო იქ არ არისო და მეც ეგრე ვფიქრობ. და ანუ ძამძიმია იქ მისვლა, იმიტომ რომ რეალურად იქ არ დაგხვდება ის, ვინც გიყვარს. ჩემთვის ძამძიმია. ვიცი, ბევრი ვერ გაიგებს. იმიტომ რომ იქ არ არის. სული უკუდავია და აი აქ ახლა ჩემთან არის, უფრო მეტად ვიდრე იქ. სადაც სხეულია. თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროა იქაც მისვლა, იმიტომ რომ ის სხეულიც გვიყვარდა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვაპირებ, რომ თუ შევძელი დაუბარო ჩემებს, რომ მარტო იმ შემთხვევაში მოვიდნენ თუ ენტომებად. დილობისთვის ხალხი რა სიტყვის მოსავლელად. მოსა ჩემს ნაცვლად იცხოვრეთ, ხო რა? გასატყვი.
ადამიანებს პატევი უნდა ვცეთ მანამდე სანამ ცოცხლები ვართ. მე ესე მძამს. ამ ბოლო დროს რა უნდა მეთქვა? სახის გადაჭიმაზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ მოდი იქამდე ვიტყვი კიდე რაღაცას. სახეზე გამახსენდა ეგეც. გუშინ შემხვდა ერთი ადამიანი TikTok-ზე, რომელიც კაიხანი არ მინახავს. და რომ დავინახე, ძალიან შევშფოთდი, იმიტომ რომ დავინახე მის სახეში ძალიან ნაცნობი ანორექსია. აი ძალიან შევშფოთდი. ანუ ეგ ისეთი რაღაცაა, რომ თქმას აზრი არ აქვს შორეულისგან. ახლობლისგანაც იმ მომენტში არ აქვს აზრი, მაგრამ ახლობელი რო გეუბნება, მაინც კაია. სხვა რო გეუბნება ვაფშე. პირიქით ძალიან ცუდად იღებ. ხო და რავი. გული მეტკინა. ხო და მოკლედ. ხშირად ვუყურებ ხოლმე ხა სახის გადაჭიმვაზე, პლასტიკურ ქირურგიაზე ვიდეოებს TikTok-ზე და რო ვუყურებ, უფრო და უფრო მიგდებს. ასე იგი რას დავაკვირდი? ჩვეულებრივი ქირურგები ზოგი აკეთებს ძალიან ცუდად. ანუ ისე ჭიმავენ ამ სახეს, რომ ეს თვალები აქვთ ხოლმე ასე ხალხს გადმოცვენაზე. არ ვიცი, ვისაც ძალიან ქონდა ჩამოშლებული, იმათ ჭიმავენ ეგრე. თუ ბუნებრივად სხვადასხვანაირად გამოდის, თუ როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ზოგი კაია, ზოგი კიდე ძალიან საშინლად არის. ადრე. ჩემს ბავშვობაში კუზანოვთან რომ მივედი, სხვის ოპერაცია რომ მინდოდა. უკან ხო გამომიშვა. არ გამიკეთა პატარა ხარო 18 წელს გახდებით, უკვე გენდომა მე მოდიოდა. იქ 20 წელში ვნახე ქალი. მაშინ პირველად ვნახე. სახის გადაჭიმა. ეს დადიოდა. აი ესენი აი ქონდა ჩამოკიდებული წვრილი ტრუბკები და აქ ქონდა პატარა კონტეინერები და შიგ სისხლი და ლიმფა ჩამოდიოდა. და სულ აი სახე სულ დასიებული თვალები ძლივს უჩანდა. ეს დაჭრილი და ნუ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვიფიქრე მე ერთო ვაიმე. ესეთი რაღაცა როგორ უნდა გაიკეთო, რა საშინელებაა თქო. ხო და მერტო ლამაზია თვითფრინავი. რომ მიფრინავს და ზეცა ისეთი ლამაზია. ეს რასაშიში არა თვითფრინავი. თუ რაღაცა შანსი ფაქტიურად არ გაქვს. ხო და მე არ მომწონს ეს ბოტოქსები და ისინი ლამაზად კი აქვს, მაგრამ ეხლა რო დააკვირდეთ აი შორენა ბეკაშვილს და ვინც იკეთებენ რა. ესე იგი აი ესენი დროთა განმავლობაში ხო ამას უსწრებენ, იმიტომ რომ აი ეს ნახე, ეს ნაოჭი წაიღოს აი ეს. ამას ხო უსწრებენ და ესე ხო მიდის, მაგრამ რაც დრო გადის, აი ეს უფრო და უფრო დიდი უხდებათ, იმიტომ რომ ეს ხო მოდის ქვემოთ. ხო და რო ნახოთ ამ ფოტოებში ძალიან ლამაზია, მაგრამ ცხებაში რო ნახო, ანუ ძალიან არაბუნებრივია უკვე აი ეს ბორცვები თუ ყრიმალების და არ მომწონს ეგ. ანუ მაგას თუ დაიწყებ, მე მანდ უნდა მიხვიდე რა. ბოტოქსის არ მინდა. აი შეიძლება გავაკეთო, მაგრამ ანუ ჩემი შუბლი რო ესე ვერ დაჭმუჭნო, ვერ წარმომიდგენია. გამომეტყველებით რომ ოჯახის წევრებს გული ვერ დაუხეთქო რომ თაბრასო. ანუ ბუნებრივად უფრო ლამაზად ბერდებიან ჯამში, ვინც არაფერს იკეთებს.
ჩემი აზრით. მაგრამ აი ხა მაგალითად დემი მური, ლინდსი ლოჰანი და ეგენი. просто სასწაულებრივად აქვს გაკეთებული და მაგათმა ეს ყველაფერი დაიშალეს სახეზე რაც იკეთეს. და გაიკეთეს გადაჭიმვა. რეალურად ეგ ძალიან მაგარი რაღაცა, პლუს შემდეგი 10-15 წელი კარგად მუშაობს და იმართლა დედა შემდეგებს რო უყურებ ხოლმე, რავი, 1-20 წელს აკლებს ხოლმე რა. თუმცა მე რო გავიკეთე აბდომინოპლასტიკა, ზუსტად 10 წელი მუცელზე მგრძნობელობა არ მქონდა, წესიერი. და ეხლაც აი როგორც აქ მაქვს, ისეთი არ მაქვს. აი განსხვავებული მაქვს რა. და აქ სახეზე რო კი ლამაზი იქნება, მაგრამ რა ხდება? ეგ რო გავგიშდე რაღაცაში გადავარდე. ეგეც არ მინდა. ბალანსი მნიშვნელოვანია. მაგრამ თან ნახეთ, ანუ გარშემო ძალიან ისია რა. აი რუსულ TikTok-ზე ერთ ქალს ედო ვიდეო, აი არც გამოიყובה 45 წლის კანიო ფილტრის და ჩარევების გარეშეო რა. თან ხოიზი კამერა კიდევ უფრო მეტად აჩვენებს რა. ხო და ერთ გოგოს ქონდა გადაღებული ვიდეო, რომ ეს ნახავ ეს ვიდეო და გარბის კოსმეტოლოგთან. ანუ დღეს ყველა რო იკეთებს, მე კიდევ უფრო ძალიან ჩანს რა. ევა მეძახი? რაღაცა. ხოდა მოკეთ. ჯეჯებით არ ვიცი რას ვიზავ მე და ამიტომ არაფერს არ ვიტყვი. მაგრამ ის ვიცი რომ თავს უნდა მოუარო ადამიანმა. არაფერში უნდა გადავარდე, ზომიერება უნდა დაიცვა, შეძლების დაგვარად ნორმალურად იყვებო. და რავი. მადლიერი იყო ყოველი დღის. კომენტარები დავიკითხო. მოვიტან. ანა, თუ გახსოვს, ადრე გითხარი თუ ვიდეოს კადრებს ოდნავ აჩქარებ, სადაც თვლი რომ არალიცენზირებული მუსიკის ხმა ამ შემთხვევაში აღარ დაგბლოკავს ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. ანამ გამომადგა ძალიან ბევრჯერ ხალხებს. ეგ, მაგრამ ეგ როდით მადგება, იცი? როცა მაგალითად სადმე გავიარე და რაღაც მუსიკა ისმის, ან რაღაცა, ანუ სახლში ხარ 10-15 წუთი მუსიკა ვარ ჩართული. ეგრე გავაკეთე, მაგრამ მაინც დამადო. ანუ მიხვდა. დამადო. ბლოკი, დამბლოკა. დარია. ვაიმინია, ბედნიერი ადამიანი ხარ. ეს საოცრება გოგოს დედა რომ ხარ გიჟდები როგორ ესმის და ხვდება ყველაფერს რაღაც რომ უხარიო გიჟდები მაგ მომენტებზეო. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. გული გამინთვა ეს კომენტარი რო წავიკითხე. დაეჯანი ქეთი მოგწონთ მე მეწოდება. გონჯკვა სუსტი უნდა იყოს არც ის მომწონს რომ აქებენ და არც ის რომ აზაკებენ. მე არ ვთვლი რომ ანჯკვა სუსტია ან რაიმე სერიოზული პრობლემა რო ქონდეს არ ვთვლი მაგას. ახლა დღეს რაღაცა ყველას გვაქვს. ასე თუ ისე, მაგრამ რაიმე სერიოზული რო ქონდეს არა. არ ვთვლი. მგონია რომ რაღაცებს შეგნებულად აკეთებს. და ანუ ზოგადად ნახე როგორი რაღაც არის
მე ძალიან მოწინააღმდეგე ვარ იმისი, რომ ადამიანს აძაგებენ. აი ერთმა დამწერა კიდევ მოგწონსო? ხო, ეს არის კომენტარი, მოგწონსო? ნახე რა მომწონს. ქეთი, ანუ მე მაგალითად ქეთის მაყურებელი არ ვიქნებოდი, რო არა ეს უდიდესი ბულინგი მის მიმართ. ანუ რეალურად ჩემთან, ჩემს გულში ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა იმან, რომ ადამიანს ესე მიწასთან ასწორებენ იმისთვის, რომ რაღაცა უნდა. გასაგებია, ანუ ნახე როგორი რაღაცა არის ის, რომ ამბობს, რომ ვარ მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ესეთი. ანუ ეგ არის ძალიან ცნობილი ფიშკა, ასე ვთქვათ, ყურადღების მისაქცევი, ძალიან ცნობილი, რასაც ასწავლიან TikTok-ისთვის, YouTube-ისთვის, კურსებზე ასწავლიან, ისეთი რაღაცები ილაპარაკოს ადამიანმა, რაც ძალიან სხვა ადამიანებს დაატრიგერებს და ასე ვთქვათ, ჩაეჭიდებიან ამას და ყურადღება იქნება გამახვილებული. რეალურად ზუსტად მაგიტო გახდა პოპულარული, რომ ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ასეთი ვარ და ხალხი უმტკიცებს, რომ არა მასტიკი რა გიჟი ხარ. ხო და ბოლოს ხო გახსოვთ მერლინ მონროს სიტყვები, საკუთარ სილამაზეში დარწმუნებული ქალი ბოლოს შეძლებს ყველას დარწმუნებასაც. ბოლოს ამ ცეკვასაც დახვეწავს, სიმღერითაც უკეთესად იმღერებს. და საქართველოში ცნობადობასაც მიიღო უпроსტად. და ანუ იმას ვამბობ, რომ თუ არ გატყდა, პატივისცემასაც დაიმსახურებს. ხო და რა მომწონს მე? მე მომწონს ის, რომ ბედავს. მე მომწონს ის, რომ უძლებს. ანუ მე მისი პიროვნება ჩემში კი არ ხმოვა, ანუ აი მე რომ ამხობ, ჩემი მაყურებელი იმიტომ ხარ, რომ ჩემი სული შენ სულს ეხება, ანუ ჩემი სული ქეთის სულს არ ეხება. ანუ მე და ქეთი არ ვართ ერთნაირები, აი სულიერად ვიძახი. შეიძლება ადამიანი იყოს, როგორ გითხრათ? ბევრ ადამიანში მინახია ჩემი რაღაცა წვეთი. ძალიან ბევრ ადამიანში, ანუ ქეთიში, ანუ ჩემი წვეთი არ დამინახია. ჩემი სულის წვეთი, ასე ვთქვათ. მაგრამ მე არ შემიძლია არ დავაფასო ის, რაც საკეთებს. არ შემიძლია არ დავაფასო ის, რომ მაგალითად ლაივი ქონდა წეღან 1700 კაცი დედას აგინებდა და ეკლესიაში შევიდა და ღმერთმა დაკლოცოთ სულ ყველანი უთხრა. გაიხარეთო. ანუ ეს სიმშვიდე ეს თუნდაც დაკიდების უნარი. აი ის, რომ ამდენი ადამიანი რო რაღაცას ეუბნება, იმდენად მყარად აქვს საკუთარი აზრი, რომ მე ეს ვარ, რომ არაფერს ანუ კი, რა თქმა უნდა, მოქმედებს, როგორ არის მოქმედებს, მაგრამ არ ცვლის მას ის, თუ რას ამბობენ მასზე. ანუ ეს ადამიანი უბრალოდ ისეთია, კი, მოსწონს ეს. შეიძლება აქვს, რა ვიცი, განდიდების მანია, რა ვიცი, არ ვიცი რა, მაგრამ მე რა, ძალიან ბევრს აქებ. უბრალოდ ვერ ბედავენ, რომ ფართო მასაში გამოვიდნენ და თავის წრეში აკეთებენ ეგეთ რაღაცებს. რამდენი ადამიანი ვიცი ჩვენ, ვინც ეს სამოყვავილოდ მღერის და სულ მღერის, ან უბრალოდ ვერც მღერის, მაგრამ ყურადღებას იქცევს და სულ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა. ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ გიჟებს არ ვეძახით, ხო? აი ამას იმიტომ ვეძახით, რომ ადამიანმა გაბედა. და რო უთხაით, რომ იმენე შენ გიჟი ხარ და მომღერალი არ ხარ და სერიოზული არ ხარ და ისეთი არ ხარ და ისეთი არ ხარ, არ დაგვიჯერა. ანუ როგორ გაბედა, ხო? და ანუ აი ამ ხელა სიძულვილი, ამ ხელა ზიზღი, ამ ხელა და თქვა კიდევაც დღეს დილას ლაივი რომ აი რომ გავიღვიძე ეგრევე TikTok-ზე შევედი და ეგრევე ლაივია ქეთისიო. ხო და შევედი. გინა ერთხელ გათხოვდით, გინა სამჯერ გათხოვდით, რამდენჯერაც გინა გათხოვდით, თავარია თქვენი ადამიანი იპოვოთ და როგორც გეცხოვროთ, ისე იცხოვრეთ ადამიანმა. ანუ ძალიან სწორი რაღაცა ხარ, ვიცი რა ერთი ადგილის საქმეა, ვინ რამდენჯერ გათხოვდა, გინა 10ჯერ რო წერენ 10ჯერ გათხოვდა. აი ვიცი რა საქმეა, რამდენჯერ გათხოვდა. ახლა მე როგორი ხალხი არ მიყვარს, ნახეთ, წამოსხდებიან აქ, კიდევ ამბობ, სულს მიღმა, მარტო მან და ღმერთმა რო იცის, იმდენი ცოდვა და იმდენი ბოროტება რო აქვს სულში და დაიწყებენ სხვების ლანძღვას, იმიტომ რომ სხვა მასამ ანუ ბრბომ ამას ტაში დაუგრას. აი ეგეთი ხალხი მძულს მე.
აი საერთოდ აი გაჭაჭანება არ შემიძლია ეგეთი ხალხის გარშემო. ანუ ყველა ვინცაც კი შეიძლება თვალი მოვკრა, ჩემ ცხოვრებიდან ხო ჩამოშორებული ყავს სოციალურ ქსელებშიც ის მაქვს მიცემული, არ მაინტერესებს, რომ ვაფშე არ მაჩვენოს, იმიტომ რომ ვერ ვიტან ეგეთ ხალხს. აი აფერისტ, ბინძურ, აი როგორ თქვა. ყველაზე კარგად რა სიტყვა შეესაბამება. ალბათ ფარისეველი ისევ. ხო, აი ესეთ ხალხს ვერ ვიტან. ანუ თვითონ რომ აი სავსეა განავლით, აი სავსეა ბოლომდე, აი სულ სიცხლით კი არ განავალი დადის მაგის ძაბებში, ანუ ვიძახი იმდენად ბოროტი და საზღარი ადამიანი და ამ დროს სხვებზე ცუდის ძახილით იწერს გულებს, ანუ პროსტა ცირკია რა, აი არ ვიცი. ხო და შესაბამისად ეგეთი ხალხი მეზიზღება მე და ანუ ქეთის გინდას, ანუ რომ ვხედავ რაღაცეებს, რომ მაგალითად ესე კი არა ისე ამბობს, ესე კი არა ესე აკეთებს. მე ხო ვხედავ, ანუ მე ხო ამას ადამიანი ვერ გამომაპარებს, მაგრამ პატივცემ იმიტომ, რომ გაბედა. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი მე განათლებული, უმაგრესი, უძლიერესი არა, მოდი უძლიერესი არ ვთქვათ, ანუ უკარგესი ადამიანი. აი განათლებულიც როა და ყველაფერი რო აქვს. მთელი ცხოვრება ვერ ბედავს, რომ აი ამ თავის ნაჭუჭიდან გამოვიდეს, აი ის რო არის წიწილა იყო იმ დღეს დახატული ევა ნაჭუჭს რო გამოტეხავს და ფეხს რო გამოყავს, ეს ფეხი ნატყენი ქონდა და შეხვეული. აი ხო გაბედა ამ წიწიმილამ რომ დაიბადა და ეს ფეხი გამოყო და იტკინა და შეეხო. ანუ ამას ისე რომ მოკვდება ადამიანი, რომელსაც აქ თავის თავზე დიდი წარმოდგენა, რომელიც მართლა კაია და მართლა მაგარია და რო გაებედა, რა ვიცი, მთებსაც გადადგავდა და ამას თვითონ ხო გრძნობს. და ვერ ბედავს მთელი ცხოვრება, რომ აი ამ თავის ნაჭუჭიდან გამოვიდეს, ხვდები? და თუ ესეთი ადამიანი კაი ადამიანია, ანუ სხვა რო დაინახავს, რომ სხვა ამ ნაჭუჭიდან გამოვიდა, ტარს დაუკრავს, ანუ მიხვდება, რომ აი მე ვერ შევძელი, მაგრამ შენ შეძელი, რა მაგარი ხარ, ხო? მაგრამ თუ ეს ადამიანი ბოროტი ადამიანია, მაშინ რო დაინახავს, რომ თვითონ ვერ გამოდის აქედან და სხვა მე გააკეთა და თან თუთლის რომ თვითონ უკეთესია. და ან თუთლის რომ უკეთესია, ან თუთლის რომ უარესია, ორივე ვარიანტში. ორივე ვარიანტში ზედ გადაულის იმ ადამიანს. იმიტომ რომ აი ის თავისი არ ასვენებს, ხო ხვდები? ხო და რა ვიცი, მე არ შემიძლია რომ პატივი არ ვცე და არ აღვთოვანდე, მით უმეტეს ხა წარმოიდგინე შენ, აი პროცესი წარმოიდგინე. ადამიანი ანუ როგორც ქალი, როგორც დედა განადგურებულია, შვილი წაართვეს, მე არ ვიცი იქ რა მოხდა და მე არ დავიწყებ, ხო? ისე უმიზეზოდ ბავშვს არ ართმევენ დედას, ეგ ცხადია. მაგრამ დანარჩენი მე არ ვიცი არაფერი. და ამიტომ მე არ ვილაპარაკებ არაფერს. და მე სულ ესე ვამბობ, ხო, ვიღაცაზე რო იწვიან, ის ბოზია. ვიღაცაზე იწვიან, აი ეს ესეთი ცუდია ის. შენ იქ იყავი? ეკითხები ვინც ამას ამბობს. არა, იმან მითხრა. აი იმან რო გითხრა, მე იმას ვერ დავიჯერებ. ანუ მე თუ რამე არ ვნახე ჩემი თვალით. ანუ ჩემი თვალით შეიძლება ვნახო და მტკიცებულებები არ მქონდეს, მაგრამ მე ისეთ თვალი მაქვს, რომ ეგრევე ვამჩნევ სიმართლეს. არ დავაბრალებ, ვიტყვი რომ ეს ჩემი აზრია. მაგრამ ჩემი აზრი მექნება. და თუ ჩემი თვალით არ მინახავს, ანუ არასოდეს არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ რაღაცები ვილაპარაკო. ხო, ანუ როგორც დედა ადამიანი განადგურებულია, ცხადია. იმიტომ რომ შვილი წაართვეს და რა ვიცი, დედა არ მეგულება რომ შვილთან ვერ იყოს და კარგად იყოს. არ ვიცი რამდენი წლისაა, მაგრამ ჩვენზე კარგად დიდია. ანუ წარმატება არც ერთ სფეროში არ მიუღწევია წარმატებისთვის. ანუ ის რაც ძალიან უყვარს სიმღერა და ცეკვა და რაღაცა ეგეთ აი რომ ვთქვათ მოყვარულის დონეზე გამოსცის. გარეგნულათაც არ არის რაღაცა საოცრება. ანუ არაფერში ადამიანი მოდი ესე ვთქვათ, ძალიან უხეშად ვთქვათ, არაფერში არ ბრწყინავს ადამიანი. და პლუს ისეთ ასაკში, რომ ესეთ ასაკში, ესე TikTok-ზე არ შემოდის ხალხი, ხო? უბრალოდ შემოდის, მაგრამ სხვების სალანძღავად, ან უბრალოდ საყურებლად თუ სხვას არ ლანძღავს, კაი ვარიანტში. და ამ ადამიანმა გაბედა, რომ აი ამ თავისი ვაფშე, ანუ არანაირი ბაზით გამოვიდეს, გაბედა და დაიპყრო, რაც გინდა ის თქვი, რომ აი ლანძღავენ.
რა მნიშვნელობა? ლაივში 1700 კაცი უყურებს. 1800, 1700, აი ვაფშე არ მაინტერესებს ლანძღავს, არ ლანძღავს. აი შედი ლაივში TikTok-ზე და გაიჩერე საათების განმავლობაში ამხელა აუდიტორია. და რატოა პოპულარული? რატოა პოპულარული? იმიტომ რომ ჩვენ ხალხს რაზეც არის მოთხოვნა, ის არის ხოლმე პოპულარული. ანუ ჩვენ ხალხს რეალურად ეს მოსწონს, რო არ მოსწონდეს. ეხლა მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ რაღაცა სარგებელს არ იღებ და იმიტომ უყურებ, ხო? მეც მიყვარხარ ჩემოს, ანუ სარგებელს იღებს ეს ხალხი მაგას რო უყურებს. გინდა გართობა დაარქვი. ეხლა აი მაგალითად, ხო თვლიან, რომ ეს გართობის კონტენტი არაფერია. დღეს როცა ადამიანები ესე დაგრუზულები არიან ქვეყნებში ომი მიდის, სამყარო თავზე გვექცევა. რა ხდება? ხოდა ესეც რომ ადამიანები გაერთონ, ძალიან დიდი რაღაცა არის. დღევანდელ დროს. ხო და რა ვიცი, აი რომ შედიღარ ხოლმე ლაივებში, ესე იგი 10 კაცი უყურებს ხოლმე ზოგს 150. აი ვინც უკვე ძალიან ისეთი ამ საქმეში გამოწორთობილი და მაგარია, შოთა, ქეთი, ქველაძეს ვიძახი, ირინა, ანუ ეგენია, ვინც წლებია უკვე აკეთებენ ლაივს და რაღაცა, სადღაც სტაბილური საშუალო რომ ვთქვა 400-500 კაცი ყავთ ხოლმე რა. ნუ ეხლა ცხადია რომ ეს ახალია და სულ ეგრე არ იქნება და რაღაცა, მაგრამ ეხლა ნუ თუნდაც ის რომ ადამიანმა გაბედა, იპოვა თავისნაირი ადამიანი და მეორე დღეს მესამე დღეს ცოლად გაყვა. ერთი შეხედვით ხო როგორი ინფანტილური საქციელია, ხო, მაგრამ აბა მეორე მხრით დაფიქრდი შენ. იქნება ზუსტად სათავისო ოჯახი. კი, ამბობენ რომ ფულისთვის უნდა და მიატოვ, შეიძლება. მაგრამ იქნება და აი ნამდვილი თავის სიყვარული იპოვა. აი რატო არ სცადოს? რატო არ სცადოს? რისთვის იჯდეს? და მე პირდაპირ კუბოში წავიდეს ადამიანი, არც TikTok-ი არ გადაიღოს, არც აი მე მაგალითად საშინელი ხმა მაქვს და საშინელი სმენა. და სახში, ჩემთან სახში რომ მღერი ვარ. ჯერ ხოლმე ამაბულინგებ და სამბატარა ვიყავ. ეხლა იკამაბულინგებს, რომ ვაიმე, ნინი სიმღერა დაიწყო, ბონის ყური, იმიტომ არ ეწევა რომ ნინი მღერის, და მეზობლებიც სულად არიან, იმიტომ და ანუ მე, როცა არის ხოლმე ის ადგილიო, სადაც უნდა ვიცეკვარ, ვიმღერო მე, ანუ ისეთი კომპლექსი მაქვს წლების განმავლობაში, გამჭირდა რომ ეს მეუბნებოდა, რომ ის ცეკვავს მარტო, ვინც ცეკვაზე იარა 10 წელი. სხვების მოძრაობები მახინჯია და მე ამას კი აღარ ვფიქრობ ახლა. მე ამას არ ვფიქრობ ახლა. უბრალოდ აი როგორც ხე ეგრე ვგრძნობ თავს და ვერ მოძრაობ, ვერ ვცეკვავ, ვერ მღერი, იმიტომ რომ ხათმა დამაკომპლექსეს, ხო? კი ბატონო, ხო, ვერ მღერი ვარ, არ მაქვს მე, მაგრამ ჩემ გულს როცა ემღერება, რატო ვერ უნდა ვიმღერო? ანუ და ადამიანი არა მარტო იმას ბედავს, რომ სახში იმღეროს და კამპანიაში იმღეროს, გამოდის და საზოგადოების წინაშე ამას, კი არ უნდა ვლანძღავდეთ, ტაშს უნდა ვუკრავდეთ, რომ გაბედა. ანუ არც ეს გააკეთოს, არც ის გააკეთოს, აი ესე იცხოვროს იმათსავით, ვინც აბულინგებს, მერე მოკვდეს და ამით ვიქნებით მაყოფილი? აი რატო? იკაშკაშოს ადამიანმა. რატო? აი რატო? რატო გვინდა რომ ჩავაქროთ, წყალი გადავასხათ? იყოს ბედნიერი. აი, სხვა არავის არაფერს არ უშავებს, ცეკვა, სიმღერა ერთი შეიძლება განწყობა აგიმაღლდეს, გაიცინო, გამხიარულდე, ხო? ცეკვა მღერის, გათხოვდა. ანუ აი შენ მე ხო არაფერს არ გვიშავებს. რატო შეიძლება ამხელა აგრესია გქონდეს? დამდროს არიან ადამიანები, რომლის მიმართაც მართლა შეიძლება აგრესია გქონდეს. მის მიმართ აგრესია არ არის. ანუ გულისხმობ რომ აი მაგალითად ეს ჩიკატელა და ეგენი რო იყო, მიმდევრები ყავდა. ფატი მშვიდობაში და ჯანმრთელად გაწვითონ შენმა კარგმა შვილებმა 5 წელი და ძმებით მოგიდგებიან შენი ბიჭები გვერდით. ევიტო საოცარი ნიჭიერი გოგო კი ნინი შვილო მართალი ხარ. ყველას არ შეუძლია ყვავილების უნამო და ასე შემდეგ. ზოგი საქმით გამოხატავს. ბედნიერად იცხოვრეთ 100 წელი ერთად. ცხოვრება ლამაზი ადამიანმა უნდა შექმნას. მადლობა ჩემო საყვარელო. აი შვილოს რომ მეუბნებიან ხოლმე ისეთი ტკბილია ხოლმე ჩემთვის. ანუ მე ხო დედა ჩემს ეს არასდროს უთქვა და ლიასაც არასდროს უთქვა და ბებია ჩემსაც არასდროს არ დაუძახია ჩემთვის შვილო და
ანუ აი ისე ტკბილად მოხდება ხოლმე, ისე რომ სულში რაღაცა ის მეღურება ხოლმე, რაც მაკლდა ყოველთვის და ახლაც. და ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. და ხო, უკვე რომ მივდივართ აი ქვემოთ ჩოლენა მას მითხრა იმ დღეს ერთად რომ მოდიხარ თუ ვერავინ ვერ იტყვის რომ დედაშვილი ხარცო და რაღაც ძალიან სასიამოვნოა ეგ. ხო, ლამაზი ცხოვრება კი ადამიანებმა უნდა შევქმნათ. შეძლების დაგვარად როგორც შეგვიძლია და თუ არ შეგვიძლია და ვერ შევქმნით კუთხათა კონკრეტულ ადამიანთან, ჩემი აზრით ჯობია დავიშალოთ, ვიდრე ვეწამოთ და ისინიც ვაწამოთ. ანუ მე ყოველთვის მიდრეკილი ვარ სიმართლისკენ. ანუ იმას კი არ ვიძახი, ქეთი რო ესე აკეთებს, ყველამ ესე გავაკეთოთ. ანუ ყველა ეგეთი უნდა იყოს. ესე ეს მithome ადამიანს. არა, ჩვენ ის გავბედოთ, რაც ჩვენ გვინდა. და ამ წარმოვიდგინე ყველა რო ისეთი იყოს, რომ ყველა იმას ბედავდეს, რაც ჩვენ გვინდა, ეს ლამძღველი საზოგადოება აღარ იარსებებდა. ამდენი ბულერი არ უგვეყოლებოდა, ხვდებით რას ვიძახი. ხო და ანუ თუნდაც აი ის მაგალითად რომ არ გამოვიდა და შორდა ვიღაცა ქმარს, ხო? ანუ ეგ ითვლება საბულინგო და თან ეგ ითვლება საბულინგო და არა კაცისთვის, არამედ ქალისთვის. ну კაცისთვის პირიქს მაგარ რაღაცს ითვლება, ამდენი ქალი ყავდა და ქალისთვის ითვლება ცუდად, რატო? ანუ თუ არ გამოვიდა, რატო აი როგორ უნდა იცხოვროთ ყვილში ადამიანმა, ხო? და თუ კიდე, ნახე, აქ ძალიან დიდი სხვაობა არის. არ გამოვიდა, რატო? იმიტომ რომ კაპრიზი გქონდა და უბრალოდ ამიტომ, თუ უბრალოდ ვაფშე სხვადასხვანაირი ადამიანები იყავით და ერთად არ გამოვიდა. აი ეს ამნიშნულოვანი. თუ მაგალითად შეგეძლოთ, რომ ერთად გეცხოვრათ და უბრალოდ საჭირო იყო დრო, საჭირო იყო კომპრომისი, საჭირო იყო შენება და ასე შემდეგ, ეს სხვა რაღაცა არის. აქ სხვა რაღაცა, აქ შენდება რაღაცა საოცარი. ოღონდ აქაც იმ შემთხვევაში შენდება, როცა ორიე ცდილობს და როცა ცდილობა არის სულ. ხო და რა ვიცი, ჯამში ძალიან ლამაზია ეს თემები და ძალიან მშვენიერია. და ძალიან მომწონს. ამ ცხოვრება არის მშვენიერი. მე სულ მაგას ვიძახი. ცხოვრება არის მშვენიერი და ჩვენ ვიცხოვთ ისე როგორც ჩვენ გვეცხოვრება. და აი ესეც ხო საოცარია. არ ვიცი. დიდი მადლობა ფატი ძვირფასო, უღრმესი მადლობა გული გამითბა შენს სიტყვებზე. სიგარეტს ხო არ ეწევიო? ვიღაცამ დამიწერა. არა, სიგარეტს არ ვეწევი. ხოთ შორის ადრე საერთოდ არასოდეს არ მინდოდა და ძალიან ისე უსიამოვნოდ მეჩვენებოდა. ანუ ადამიანს რო ჩავლიდი გვერდზე და სიგარეტის სუნი ასდიოდა, ძალიან არ მომწონდა სუნი, იმიტომ რომ შერამწეველი არ ხარ. ამ სუნს ძალიან მძაფრად აღიქვავ რა. მე ვნახე ქალი, რომელიც ეწეოდა და თან მალავდა და ძალიან მიტყდებოდა, რომ მეთქი თუ ეწევი რატო მალავ, ანუ თუ ეწევი მოწიე რა არის დასამალი, ანუ იგივე ხო? შენ თავს უნებ შეიძლება, მაგრამ ანუ ვისი რა ერთი ადგილის საქმეა, ხო? ხო და მე მქონდა მომენტები, რომ ძალიან მინდოდა რომ დამეწყო სიგარეტის მოწევა. ანუ ადამიანს რომელსაც აქვს მიდრეკილება რაღაცის დამოკიდებულებისკენ, უყვართ ხოლმე რამდენიმე რაღაცა, ესეთი მაგალითად საჭმელი, მოსაწევი, თამაში ან ყურება, შეიძლება ბევრი რაღაცა იყოს რა ერთად და ამიტომ ჩემ თავს არც ერთხელ არ გავუშვი ჩემი თავი, იმიტომ რომ არანაირი სარგებელი არ მოაქვს რეალურად ორგანიზმს ანადგურებს და თუ კი მაგალითად არის რაღაცა რის გარშემო შემიძლია რომ ვიარსებო და არ მივეჩვიო, რომელიც ჩემ ჯანმრთელობას დედას უტირებს, ანუ თუ არ შემიძლია რომ ვივარჯიშო, ისე ვიკვებო, ყველაფერი ისე მივიღო და გავაკეთო როგორც ჩემს ორგანიზმს ჭირდება, ის მაინც ხო შემიძლია რომ დამატებითი რაღაცა მავნებელი არ მივაწოდო ისევ და ისევ ვინც ეწევა. ეხა ის არ გაიგოთ რომ მე იმათ განსჯი არანაირად შეიძლება მაგალითად ადამიანი იმისგან გადაარჩინა ამ მოსაწევმა რომ თავი არ მოიკლა. მე არ ვიძახი არაფერს არავიზე. მე ვამბობ ჩემს თავზე. ანუ ვთვლი რომ ანუ კიდე ეს დამოკიდებულება გამიჩნდებოდა, რომელსაც სავარაუდოდ თავს ვეღარ დავანებებდი და ამიტომ რადგან მიდრეკილი ვარ დამოკიდებულებებისკენ, იმიტომ რომ ნახე პირველად რომ მოვწიე არ მომეწონა, მეორედ რომ მოვწიე არ მომეწონა, მესამედ რომ მოვწიე, მეორე დღეს ვიფიქრე, არა, კაი, და დღესაც თქო. ხო და მაგის მერე მორჩა არ გამესინჯე და აღარ ვაპირებ რომ გავსინჯო. აი რატო დავიმატო რაღაცა აუტკი ვარ თავი, რატო ავიტკიო. აი ეს ეკა
ეგ სულელი ქეთი სულ გათხოვილი არ არის. დიდი ამბავი გათხოვდა. ანუ აი რატო უნდა დაუძახო ადამიანს სულელი? აი რატო უნდა მიისცე შენ თავს უფლება რომ ადამიანს ესე დაუძახო? აი რავი, აი რატო? მარტო იმიტომ რომ იმას აკეთებს რაც უნდა? რატო? რა ვიცი, გული მტკივა ხოლმე ძალიან. თან გული მტკივა ჩემი მაყურებლები რომ ეგეთ რაღაცას ამბობენ. აი ძალიან გული მტკივა ხოლმე. აი რატო? გვიყვარდეს ერთმანეთი. ანუ ხომ ერთი ხო მაგას ამბობს რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორები და ნუ გამსჯით ერთმანეთს. ნუ ვესვრით ქვას. აი რატო? და კიდე იმას ვიტყვი რომ ეგ მაგიჟებს ხოლმე რომ ხალხი რომელიც პირსისხლიანია, ხო? შეიძლება რამდენი ადამიანი იყავთ დახოცილი და რაღაცა, იმათ არ მოვიხსენიებთ ხოლმე ესე, როგორც ადამიანს რომელსაც რაღაცა გაბედა. აი არ ვიცი, გიждები ხოლმე ამაზე. რატო ამხელა აგრესია? რატო? აბა დაწერეთ თქვენი აზრი. შევწავედი. დილა მშვიდობისა ყველას მიყვარხარ ძალიან ხომ და მოვიხარშო კვერცხი ძალიან მომინდა მოხარშული კვერცხი რატომღაც. ურეცხავ ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები უსვია კაკაშკუნები, რომ მე ეს ხო სკდება. რომ სკდება, შიგ შედის. სხვა ვარიანტში არ ვეცხავ ხოლმე, მე გატეხვის წინან, შეწვის წინან რაღაცა, არ ვეცხავ ხოლმე. მაგრამ აი აქ იმის წინ, რა ქვია, მოხარშვის წინ უმეტესად სულ ვეცხავ. ჩვენი მოვალეობა არ არის რომ ადამიანს ვუთხრათ როგორია თვითონ წეტავს ყველა როგორია როგორ ხედავს თავის თავს და როგორ იცხოვს ჩვენ საქმე არ არის ეს ჩემთვის ძალიან ისეთი საკითხია რა მნიშვნელოვანი რომ უბრალოდ დავაცადოთ ერთმანეთს ცხოვრება და შეგვეძლოთ მივიღოთ განსხვავებული ჩვენგან არ არის საჭირო ყველა ერთნაირი იყოს. თუნდაც ის არ არის საჭირო ყველა მოგწონდეს, ან ყველას ვუგებდეთ, ან რაღაცა. უბრალოდ შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი და როგორც მე გავაკეთე, ხო, რომ არ მაინტერესებს და ჩაუარო გვერდზე, მაგრამ არასოდეს არ დავდგები და არ დავუწყებ ლანძღვას იმათაც, ვინც არ მომწონს, იმათაც, ვინც ძალიან ფარისეველია, მატყუა რა, ბინძურია, ხო? ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზა და მე ჩემი დრო რატო უნდა დავხარჯო მაგაზე, რომ ვილაპარაკო ცუდი. მე თუ ვილაპარაკებ კარგს. რატო ვილაპარაკო ცუდი? ხო, ბევრი ისეთიც არის, რაც მომწონს. წავალ და მაგაზე ვილაპარაკებ, თუნდაც აგერ ქეთიზე. ვიდრე იმაზე, რომ ვინც არ მომწონს და რაღაცა, ხო? ანუ მაგალითად შეიძლება მოიყვანო და შო. რა ვიცი, არ ვიცი, მართლა არ მესმის რაღაცები მე. და მიხარია რომ არ მესმის ჩემი წამალი დავლიო ერთი გოგო შემხვდა TikTok-ზე რომელიც ADHD აქვს და იძახის იმ წამლის სახელს რომელსაც მე ვსვავ თვითონაც დაიწყო დალევა და იძახის აი ესე რა ვიცი სახალხოდ და რა ვიცი მე არ მიმაჩნია ეგ სწორი იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს არც აქვს ADHD ეს ხო უნდა დასვას იმან რა ქვია ექიმა ეს დიაგნოზია რა კარგმა ექიმა მე საქართველოში საუკეთესო ექიმმა დამისვა ეს დიაგნოზი და ეს პრეპარატიც მაშინ დამინიშნა, როცა 3 დღის შემოსული იყო საერთოდ PSP-ში, ხო? ხო და რატო უნდა თქვა ამის სახელი, მით უმეტეს ისეთი უკუჩვენებები აქ კრუნჩხებს იწვევს, თუ მიდრეკილი ხარ და რატო უნდა თქვა სახალხოდ, ხო შეიძლება ვიღაცამა იფიქროს, რომ იმეს ეს სიმპტომი აქვს, მოდი დავლევ. რავი, არ ვიცი. მე არ მივსვარ და არ დამიწერე იმ გოგოს. იცი რა, აი ეს არ მithქვი რაც ხა ვფიქრობა, ეს ჩემი აზრია. კი ბატონო, ჩემ ახსე გავაჟღებ, მაგრამ არასდროს არ მივალ იმ ადამიანს და არ ვეტყვი, იცი ეს არ უნდა თქვა. ეს მისი საქმეა. მე არ მომწონს, მე არ ვეთანხმები, მაგრამ
ეს მის საქმე. რო განვიცდი რაღაცას, იმაზე ვლაპარაკობ, ნახეთ. რატომ ის ემოციური ადამიანი ვარ პროსტა. ერთი კვეცხი გატეხილია ბუშტები ამოსთვის. გაგოცით. კარგი.